და დღის სხვა მთავარი თემები ამერიკაში დავით უსუფაშვილის ვიზიტი გრძელდება დღეს ვაშინგტონში მყოფი პარლამენტის თავმჯდომარე საგარეო და სავაჭრო ურთიერთობებზე მომუშავე კონგრესმენებსა და ბიზნესმენებს შეხვდა. განხილვის თემა იყო დასახელებულ სფეროებში მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივები და თავისუფალ სავაჭრო ურთიერთობებზე მოლაპარაკების დაწყების აუცილებლობა. დღესვე შეხვედრები გაიმართა ასევე კონგრესის ბიბლიოთეკაში, გადაწყდა რომ მალე კონგრესის ბიბლიოთეკა საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელობა ესტუმრება. მოლაპარაკებების დროს განხილული საკითხების გარდა უსუფაშვილმა ჟურნალისტებთან კომენტარი საკონსტიტუციო ცვლილებებზეც გააკეთა. საგარეო ურთიერთობების ნაწილში ჩვენ ვისაუბრეთ ქვეყნებს შორის ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივებზე, მათ შორის სამხედრო თანამშრომლობის სფეროში. რაც შეეხება სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობის საკითხებზე, ჩვენ საუბრობთ იმის შესაძლებლობაზე, რომ დაიწყოს სერიოზული მოლაპარაკებები თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობების თაობაზე შეთანხმების შესახებ. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი თემა საუბრის არის ის, რომ გავაუმჯობესოთ ეკონომიკური სავაჭრო ურთიერთობები, რათა საქართველოს თვითეულმა მოქალაქემ საკუთარ თავზე იგრძნოს ამ სტრატეგიული პარტნიორობის კონკრეტული შედეგები. ჩვენს მიერ ინიცირებულ პროექტს სჭირდება მხოლოდ კენჭისყრაღა, იმიტომ რომ ეს განხილულია, გავლილია ყველა ეტაპი. ხოლო რაიმე ახლის ინიცირების შემთხვევაში ჩვენ მას უკეთეს შემთხვევაში მაისის ბოლოს თუ უყრით გენს. შექმნილი პოლიტიკური დინამიკა გარნახობს, რომ პირველ რიგში კენჭი უნდა უყაროს ჩვენს მიერ ინიცირებულ ცვლილებებს.